ოფალი ესეც ამბობს, რომ ვინ მიხვდება, რომ ჩემი სიტყვა ღვთის სიტყვაა, ფაქტობრივად ამით გვეუბნება, რომ ვინ მიხვდება, რომ მე ღმერთი ვარ. ანუ დღესაც მე ვამბობ, ამას ღმერთი ამბობს. ვინ მიხვდება? ის ვინც ღვთისნებით ცხოვრობს. ურწმუნო ადამიანი ღვთისნებით როგორ უნდა ცხოვრობდეს? აი ამგვარად, თუ ის სინდისის მიხედვით ცხოვრობს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ აი ადამიანს შინაგანი, მithumetes თანამედროვე ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანს პროტესტი შეიძლება ქონდეს, რომ რატო ღვთისნებით არ შეიძლება ჩემი ნებითაც ვიყო მე? არ შეიძლება. თავისუფალი რომ ხარ, რაც გინდა ისაკეთე, როგორც პავლე მოციქულის სიტყვების პერიფრაზირებას თუ გავაკეთებ, რაც გინდა ის გააკეთე. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სასარგებლო, რაც გინდა ის გააკეთე. ეს ნიჭი მოგცა ღმერთმა, მაგრამ არაბუნებრივია ეს შენთვის. იმიტომ რომ შენ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს თუ არ ვცდები, როცა ხარ ხორცი, სული და ღმერთი ერთად. ხოლო თუ შენ მთელი შენი არსებით შეებრძოლები ღმერთს შენში და უარ სიტყვი, ის რაც შენში როგორც ადამიანში, არა როგორც უბრალოდ ქმნილებაში, არამედ როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებაში გამოწერილია და სინდის იმას ააშკარავებს და ამ ხელს გამოაჩინებს უпроსწორად. შენ თუ ამის წინააღმდეგი წახვალ, მაშინ შენ ამობ უარს ადამიანობაზე. ხოლო ქრისტიანებისათვის ეს ძალზედ ბუნებრივი უნდა იყოს. ჩვენ მიზან მიმართულად უნდა ვეძებდეთ ღვთისნებას და მას აღვასრულებდეთ. და ყველაფერში აბსოლუტურად. მეცაც გეტყვით, ჩვენ ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს წვრილმანი, როცა ჩვენ ღვთისნების გარეშე ვიქნებით. სხვათა შორის ეს ადვილი არ არის, მინდა გითხრათ, ერთხელ გითხარით კიდევაც, რომ წმინდა მამების სწავლებით ესეა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ადამიანი მუდამ გამოეძიებს და ახლებურად და უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენს თუ რა არის ნება ღვთისა. თუ ის, რა თქმა უნდა, დინამიკაში ვითარდება სულიერ ცხოვრებაში.